ყველაფერი რაღაცა მე არ შეიძლება ესე იცით რა მარტო ერთი ადამიანი იტყვის თითქოს ტრენინგი ჩაატარეს აუცილებლად ყველამ უნდა გაიმეოროს ყველა ტელევიზია ყველა ტელევიზია მაგითხვით ხდებოდა ჩვენი პროგრამებით რა შეეხება ეხლა გამოდიან და ამობენ რომ როგორ არის სიტყვის თავისუფლება აგერ იმედზე არის talk-show არის ნინგას გრიგოლიას გადაცემა არის პირველ არხზეც არის რუსთავი ორზეც მაგრამ გენაცვალოს ჩემი თავით ეს talk-show-ები არ არის ყველაფერია საინფორმაციო გადაცემა აი ეს მაჩვენონ საინფორმაციო სადაც ობიექტური იქნება ხმას არ ამოვიღებ მე კიდევ ვერაფრით ვერ გამიგია აი ძალიან ხშირად ამბობენ ესეთ რამეს რომ აი უფრო დემოკრატიული უფრო ძლიერი რას ნიშნავს უფრო მე ვიცი რომ აი მაგარი რო ხარ და უფრო მაგარი მაგრამ უფრო დემოკრატია თუ არის და უფრო დემოკრატია სხვა არის როცა არ არის აი სასამართლო უფრო ისეთი ძლიერი თუ როგორ სასამართლოზე როგორ სამართლიანი უფრო არ არის ეს სასამართლო და უფრო ობიექტური როგორ რაც შეეხება აი ბესური აი უფრო ნუ გიждები ხოლმე უფრო და რაც არ არის იმაზე უფრო როგორ იტყვი აი თარგამაძეს თემას შევეხოთ რა დიახ იმ დროს როდესაც ვიყავით იმ თეატრში რომ შევხვდით ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი ჟურნალისტები ყველას ერთი კითხვა ქონდა თარგამაძე გაფინანსებთ თარგამაძე არის დაფინანსებელი არ არის აქედან დავიწყოთ ეს არის სუფთა პიარი და ამაზე გადავიყვანეთ ერთი კვირა ამაზე იყო ლაპარაკი მეორე მოდი ესე ვთქვათ სოროსმა რომ დაგვაფინანსა და მოიყვანა ეს ხალხი რა მოვიგეთ ქვეყანამ ესე დავაყენოთ საკითხი რა თუ ვინმე დააფინანსებს მით უფრო ქართველი ვინც არ ეგუება ამ რეალობას საქართველოში რაც ხდება და ამ უპერსპექტივობას ვიმეორებ რა არის ამაში ცუდი თუმცა თარგამაძე ამის გამკეთებელი არ არის ნამდვილად გირისინაძე უნდა გადავიდეთ ახლა თუ გახარბა არა ნუ აი ხალვაშმა რო დააფინანსოს და არ იქნება გასაგები რიღათი დააფინანსოს ყველაფერი და ქართველი ვინც წასულია აქედან წასულია იძულებით ხო შეიძლება ძალიან ბევრს არანაირი სურვილი არ ქონია რომ დაეტოვა საქართველო მაგრამ იძულებული შეიქნა რაღაცების გამო იცით რა მე ვფიქრობ რომ რომც არ დააფინანსონ ქართველი ხალხი ქართულ ხალხს არასოდეს ბევრი ფული არ ქონია და გამომწვევად სიტუაციიდან და რომც არ დააფინანსოს საერთოდ არავინ და იმაზე საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს და პასუხის გაცემათაც არ ღირს იმიტომ რომ სასაცილოა. თუმცა ამ ფულთან დაკავშირებით კიდე ერთი რა, ძალიან ხშირად უყვართ ხოლმე რომ იცი რა, ვიღაცა მისტირის კომუნისტებს ან გქონიათ რაღაცა იმისი გულშემატკივარი ხარ, ერთი ვინმე დამისახელონ ყოფილი კომუნისტი ფუნქციონერი, ვინც არის მილიონერი. შეგიძლია თქვა ყველას იცნობიო არ არიან ერთი ბატონ გოგი არ არიან არა იქნებიან მე არ ვიცნობ ეგეთი ხო ჩვენი კომუნისტები საქართველოს კომუნისტები ნამდვილად არავინ არ ყოფილა ერთი ადამიანი აი ვინმე მან ახლა თუ უნდა დარიყო შეიძლება ეთერში და თქვა შეიძლება შევარდნოს ნაცეობა იყო მაგრამ სხვა მე რა ვიცი თვითონ ფუნქციონერი არ არსებობს ბასარ და რატომღაც ვიცი თუ არიქა კომუნისტი არა აქცენტი სხვა რამეზე უნდა არა ამაზე არ არის მე პრინციპს ვამბობ რა ქართველი აი ინდივიდუუმი რა ნამდვილად არ აკლია გონებრივი პოტენციალი ქართველ კაცს ამას ხათაშორის კლეთიმოს ერთ-ერთ თავის ანგარიში სავალუტო ფონდი რომელიც აბარებს თავის head office ჩავიორეთ ჩვენის ხელში და ის ეს რამეს წერს ნუ იქებს თავს რომ აი გავატარეთ რეფორმები რაღაცა საბანკო სისტემა ეს არის თქვა თითქოს არ ეგამყარდა რაღაც მაგრამ ქართველებიო ძალიან ნიჭიერი ხალხიო აქედან გამომდინარე კანონ დაუმორჩილებლებიან ანუ არ დაემორჩილა იმ აბსტრაქტულ კანონებს რომელიც აქ იყო მათი დავალებით მიღებული ხო და
გვირჩიეთო, რომელი მეთოდი გამოვიყენოთ. ანუ როგორ დავანგრიოთ ეს ქვეყანა, ანუ ხა მაგათი მეთოდები ეგ არის. იქიდან მოვიდეს პასუხი, რომ თქვენ იმიდან ღებულობთ მათ ხელფასს, რომ თქვენ თვითონ გვირჩიოთ რა მეთოდი გამოვიყენოთ საქართველოში. აი ეს არის დახმარება, აი ამ ჩვენი საფინანსო ინსტიტუტების და ჩვენი კეთილმოსურნეების, ესე ვთქვათ და ჩვენი მრჩეველების. და ძალიან ბეჯითად ასრულებენ ჩვენი დღევანდელი ხელმძღვანელები მათ დავალებებს და შედეგით სახეზე გვაქვს ჩვენ. ნახევარი თუ არა 25% ჩვენი მოსახლეობის გარბის სამსახურის საშუალებლად უცხოეთში. და მათი დაბრუნება როგორ უნდა მოხდეს? თუ არა სოფლის მეურნეობის და მრეწველობის აღორძინებით, მაგას არც ერთი არ ფიქრობს. აი პრეზიდენტმა თქვას მინდოდა სულ მეკითხა თქვენთვის, რომ აქციებმა უფრო მეტი ზარალი მიაყენაო ქართულ ეკონომიკას, ვიდრე აგვისტოს ომმაო. და რა სიტყვით თავი? რა უნდა თქვა მაგაზე, პრეზიდენტს ძალიან ბევრი რამე აქვს ნათქვამი ბოლო ხანებში, რომელიც არაადეკვატურობაზე მეკფდეს მაგის მეტყველეს მაგის იმას. რა უნდა ზარალოს აქციებმა ჩვენი ეკონომიკა, როცა ეს აგვისტოში ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი ერთ ცნობილი ექსპერტთან ჩვენ სამხედრო ექსპერტი იყო და ერთხელ რუსთავიორს გამათოვდით რა. დიახ. და მან თქვა, რომ თქვენ ისეთი ჯარი გყავსო, ნატოსთან დებით მომზადებული რუსეთის დაჯანგებული ტანკები და გემები რას გვიზამენ. აი დაგვანახეს რაც გვიქნეს. ამაზე კამათი რომ რუსებს ახლა ომი გინდა მოუგო, აბსურდია, ხო? პროვოკაცია იყო თუ რაც იყო, რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტი მოხდა, რომ ჩვენ აგრესორად გამოგვასწორეს ეს წყნარი დალაგებული სტუმართმოყვარე ქვეყანა, აგრესია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ანუ ოსების წინააღმდეგ, ოსებზე ახლო ჩვენ მონაცესავე არ აქვს. რეალურად ვთქვათ. და ბევრი სხვა საკითხი იბადება. თუ ეგეთი მძლავრი ჯარი ყავდა ამის მილიარდები რო ჩავყარეთ ამის ორგანიზაციაში. დავანებოდი სხვა საერთო თემებს, მაგრამ თუ ეგეთი ჯარი ყავდა, რა გვიჭირდა რომ შევსულიყავით ცხენვალში დაბომბვის გარეშე. ჩვენი ჯარი თავისუფლად მივიდა როკის გვირაბამდე და დაიკარგა ახლა ეგ არას ვინ იყო ახლა ეგ მშვიდობის დამცველები იყვნენ რაღაცა და თქვა ოსეთის რაღაცა აბსტრაქტული რაღაც ჯარი რომელიც ვერ გაუძლო ჩვენ ჯარს ბანდფორმირება თუ რაც იყო შევსული კარგები ყავს ესე ჯარის კაცები კარგები ყავს დიდო ამას მე სხვა რამეს ვამბობ ამას ვამბობ შევსულიყავით გადაგვეკეტა როგის გვირაბი ხან რუსეთის არმიის არ გვეშინია არის და არ დაგვებომბა ეს ქალაქი როგორ შეიძლება ამის გაკეთება ღამე ძინარე ქალაქი დედები შვილები ბავშვები ბომბა ამ შენ ქალაქს შენ და რაღაცით ვიმართლეთ თავს და ეს რო არ ყოფილიყო ნუ ხა არ ამგონია რომ ჭკუად ყოფილი ან სამხედრო გინდათ პრეზიდენტი რომ ამაზე წასულიყო